შინდისის გმირების ოჯახის წევრები ყოველ წელს 2008 წლის შემდეგ ამ დღეს სოფელ შინდისში გმირთა მემორიალთან იკრიბებიან. ბუნებრივია მათთვის ეს პერიოდი განსაკუთრებით მძიმეა და ასევე მძიმეა გახსენება საკუთარი ისტორიისა. ისინი მედიასთანაც ცრემლების გარეშე ვერ ყვებიან საკუთარი ოჯახის წევრების ისტორიას, გმირობას, რაც აერთიანებს განსხვავებულ ისტორიებს. ისინი ჩვენთან საუბარში ასევე საუბრობენ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე და პოლიტიკურ დისკუსიაში უკვე წლების წინ გაჩენილ დავაზე, იმის შესახებ თუ ვინ დაიწყო ომი საქართველოს ტერიტორიაზე, როდის დაიწყო ეს ომი და ვინ არის აქ დამნაშავე. დღეს გმირების ოჯახის წევრები გვეუბნებიან, რომ განსაკუთრებით გმირთა მემორიალთან სამარცხვინოა ამ თემაზე დავა და დამაზიანებელია ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, რადგან საზოგადოებამ და ყველამ ისედაც კარგად იცის, რომ ამ ომს ერთადერთი დამნაშავე ჰყავს და რომ ის რუსეთია. თავის ნათლუები მუდარბდა მე უკვე ცუდად ვარ. მცივა სისხლიდან ვიცლები, ალეკო წადი დამტოვე. ალეკო შეძახილი იყო, რომ არ დაგტოვებ, არ ჩემს ნათლულს დავტოვებ და არც თქვენ დაგტოვებთ ბიჭებს ეუბნებოდა. ბოლოს უთხრეს, რომ დაწოლილი იყო, სისხლი წაისვი და იქნებ ჩაწექი მიცვალებულებთან და იქნებ გარდაცვლილი ეგონო და ხელი არ გახლოდა. ალეკო მარცეს გააკეთა, ბოლო წუთას მამა უსურეკავდა და მან რომელმაც არ უპასუხა, როგორც ვიცი, ბოლო შეძახილი იყო, რომ ბიჭებო, ვისაც შეგიძლია, ვისაც გესმით ახლოს ჩემი ხმა, ჩემამდე მოდით და თქვენ არ ჩავბარდეთ. ბოლო ხელყუმბარა, რომელიც მას ეჭირა, მისთვის ჰქონდა შენახული და სავარაუდოდ უნდოდა, რომ მამაოსთვის შენდობა ეთხოვა ამ ყველაფრისთვის, რასაც აპირებდა. დაელოდა, რომ ის მოვიდოდა რუსი გარი, მოუახლოვდა, ჩაიხუტა თავის ნათლული, დაიძახა. არც მე ჩაგბარდებით და არც ჩემს ნათლურს ჩაგაბარებთო. და ჩაიხუტა მისი ნათლული და თავიც გაიფეთქა. იყო დაღუპულეს არ ვიცოდით, ეს პატრიარქმა გამოიტანა ამბავი და მას უთხრეს დაჭრილმა მეომარმა ბიჭებმა, რომ ჩვენ ალეკოთი ვართ ცოცხალი და საკონტროლო ტყვე, ამიტომაც არ გვესროლეს, რომ ეგონათ, რომ ყველა ვიყავით დაღუპულები. ეს ბიჭი წაიყვანე, ჩააბარე მის ოჯახსო და ჩვენ დაგვტოვე აქ. 5 წუთში გავიდა სახლიდან. სამსახურში ვიყავი, მომაკითხა და აი იქიდან დავცილდი. დავცილდი გზაში, მამიკო, მივდივართო სწავლებაზე, მივდივართ მომატყველა ორფალოში, მივდივართო სწავლებაზე. ცოდი ახლა რაც ხდებოდა, მაგრამ ხარ კარგი მამიკო და როცა მოვიდა და გავიგე, რომ ცხინვალში ომში არის ჩემი შვილი, ცხინვალში იყო და ცხინვალში. იქედან ვესაუბრება, მამიკო აქ ვარო, გვერავთან ვარდო და გამოვდივართ ომი დამთავრდა. ის ესე თქვები ხო ბოლოს, ეგ იყო 9 რიცხვი, 10-ში ვესაუბრე და 11-ში 3 საათზე ვესაუბრე, აქ იყო, მოგვე მოვდივართ მამიკო, აქ გაემართა დეტაკე და გაწყდა კავშირი 3 საათზე. მეორე დილით გავიგე, რომ აქ დიდი შეთანხმება იყო შინდისში. და ბიჭების ხვედბლი იყო ძალიან დიდი. შინდისის გმირების ოჯახის წევრებს დღეს პოლიტიკოსებიც ესაუბრნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღილიდან იკრიბებოდნენ შინდისის გმირთა მემორიალთან. იქ იყვნენ ქართული ოცნების ლიდერებიც, რომლებსაც ასევე ჰქონდათ საშუალება, რომ ოჯახის წევრებთან გასაუბრებოდნენ ოჯახის წევრებს და ამის შემდგომ უკვე მედიასთან იმეორებენ იმ ნარატივს, რაც ამ წლების განმავლობაში და ამ ბოლო დღეებში მათგან ბევრჯერ მოგვისმენია. სახელისუფლებო პარტია აი ამ გმირების ოჯახების განსხვავებით წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს აგვისტოს ომის დაწყებაში.